კახეთ სიღნაღი ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი კახეთის ჩემი აზრით. სიღნაღი სპარსულად თავშესაფარს ნიშნავს და შემაღლებულზეა ქალაქი გაშენებული, სადაც თურმე თავს აფარებდნენ პრიანობის დროს. ძალიან ლამაზია სასეირნოდ, რეაბილიტაციის შემდეგ განსაკუთრებით ქვაფენილიანი ქუჩები და კრამიტით გადახურული სახლებია. ლაშა მინდოდა რომ აი იქიდან გადაგეღო და აი ესე ჩამევლო. და მერე გადავხედოთ. ხო, სიღნაღში რომ ჩამოხვალთ, აუცილებლად უნდა წახვიდეთ მუზეუმში. ფიროსმანის ნახატების მუდმივი გამოფენაა ძალიან მაგარი. ეგეც უნდა დაათვალიეროთ და მერე უკვე ჭამასმა. ჩვენმა ძალიან კარგმა მეგობარმა ანა ბურდულმა გვირჩია რა საინტერესო ადამიანიაო ხოხბის ცრემლებში. ანა ბურდული დიდი ხანია ვაპირებთ და ვერ გადავიღეთ, ანასაც გადავიღებთ რომელიმე ეპიზოდში. და გია როკაშვილი იქნება დღეს ხოხბის ცრემლებში ჩვენი მასპინძელი და დანარჩენს უკვე თვითონ აგვირჩევს რას გავსინჯავთ და როგორ. გვაქვს ხის სოკო ახლა. თვითონ მოცულობით ძალიან დიდი იყო, უფრო პატარა რო ყოფილიყო და ნორჩი თემთას შევწავდით, ხო? მოიშუშოს ხალხი მოკვდეს ოდნავ. დო ჩატყდეს. ხო, მაგარი. დაუბატებთ ამას ნიახურს, ნიორს, რაღაცას და ერთად დავაგემოვნებ. ხო გესმით არომატიკო აი ღრმა ხორცის ამას ბევრი სუნელი კი არ უნდა. იმიტომ ხორცი ძალიან მაღალი ხარისხის არის. აი ისეთი ბავშვია, ისეთი ზარმაცი რომ უნდა ეს ნერვები ამიშალოს ხომ ეს არის. მე მაგისტრის მუშაობ აქვე ნერვების ომუსში კონდეს ყოველი. She's the kind of girl you want. გულკო უნდა თავი იმღეროს. მაგარია ნახე. აი ხახვი მოვიდა უკვე. გამიკო რასაკეთ ნიგოს ატარებ ხომ? ნახე. აი მე არ შეგიწვია ბადრიჯანი ჯერ. ცოტა ლამას ტაფაშიო გამოჩნდეს. ძალიანაც გინდა რომ გაიქცე სადაც იყავი, მაგრამ მე მგონი ბიჭმა გამოგაგდო ესე მგონი. ორი დღეს ვერ გამიძლო არა? იცი რა არის? ეს არის უკვე ამ ზამთარში დაკრებილი ქინძი, ფოთლების სიცივისაგან უკვე წითელი რო უხდება, ძალიან მიყვარს, ძალიან არომატული ესეთი ქინძი. გაზაფხული რო იყოს და მქონდეს კაი ტარხუნა და პიტნა. აი მაგას კახო რათა უშევთქვით, ძალიან უხდება სოკოს. ეს შეიძლება ჩაითავს გაკეთებულად უკვე. მინდა რომ ეხავე გავსინჯოთ, იმიტომ ეს გემრიელი იქნება, სანამ ცხელია. 10 წუთშიო გავსინჯოთ, შეიძლება 10 იყო. ესე იყოს, ეს ცოტა ხანი მაშინელზე, სანამ შევანელებ მე ისპანახს. აი ეს არის გენაცვალე. აი ძალიან ელემენტარული, ხო დაინახეთ როგორ არის არა? მაგრამ გემო როგორ იქნება, ეხა შევამოწმოთ რა. იქ სხვანაირ მენიუა? კი, იქ მიმართულება ერთია ყოველთვის რაღაცა, მაგრამ რა თქმა უნდა ზოგი ჯერ იქნიდის მე რეაგირება. ყველა შევს თავის ხელწერა. მაინც განსხვავებული.
მაგრამ მიმართულება გვაქვს იყოს რაც შეიძლება ადგილობრივი, ნატურალური, როგორც წეგანთქვის საავტორო, აუცილებლად საავტორო შტრიხი გადის ყველგან იქაც აქაც და ვეძებთ ძველ რეცეპტებს. რომელიც არ არის ცნობილი დაუშვათ ან რაღაც ან ძალიან აქაურია, ძალიან უბრალოა, მაგრამ ძალიან გემრიელი. ან ოჯახებს ჩვენთან რაც მიცავდებდა, მაგრამ ეხლა ბები ამისის ოჯახში, ბებია ჩემის ოჯახში. ჩვენ ერთი უბნელები ვართ. აჰა, მეზობლები. კაი, და რეგზე ხარ ვარ? უკვე დიდი ხანია აწერდი უკვე. მაშინ ესე თავიდან დავიწყებ თუ შეიძლება, აქ რომ მოვდიოდით ხოხბის ცრემლებში კი, მაგრამ პირადად ბატონ გიასთან ჩამოვედით და თან წინასწარ ვცდილობთ ხოლმე მოვიძიოთ რა, ის ადრავ ჭამოთ რა გავსინჯოთ და ვინც გითხრა რომ აუცილებლად წადით სიღნაღში და ხოხბის ცრემლებში გითხრა რომ აი რომ მიხვალთ მიხვდებითო და აღარ გითხრა დანარჩენი და რა შეგვირჩიეთ და მე გზადაგზა უკვე მოგვიყევით თქვენი ისტორია მოდი და თან გაცივდა ნერვულობს და სინჯვასაც დავიწყე. თან მე ხო ნერვულობ, მაგრამ ძალიან პასო აგვიანებს კერძი ესეთ მიმართულება ესეთ გვაქვს შეკოთის შემდეგ ვამზადეთ. აი 80% რაღაცა სულ აღარ არის სულ ახლა პრობლემა არ არის ორი ჩაშუშო და მეორე დღეს და ერთი კვირის შემდეგ ჭამა აქვს პირიქით кайდება გატანის სიშება უნდა დაკარგოს სახე რა ჩემი აზრით და რაღაც ყაურმა არ მიჭამია ბავშვობის მერე მე ძალიან მიყვარს და უცებ სიურპრიზად ყაურმა და გავსინჯოთ ხოდა აი რა შევარჩიეთ ეხლა რა სეზონი გვაქვს ისპანახი ეხლა მოხაშეთ შევანელეთ ამტოთას აი ისპანახი გვერდზე ნიგზის საუზე უდას თუ გინდა თან შეჭამი თუ გინდა ის უბრალოდ ორივე გავსინჯოთ როგორ აკეთებენ სიღნაში კი მიღებულია ნიგოზი მაგრამ უცაბედად რომ სახში მიყიდეს ინაღელთან მაინც ესე მოგვიწადებენ და კახურად კინძი კამა ნიორი წიწაკა უცებ მოთუშავენ გემრიელი მოდაღულ ხალხში გაწრული მაწური კახური ზეთით ძალიან გემრიელი აი ძალიან კაი აი ეს არის რა სტარტერია დაუშვათ გინდა ხმელი პურით ჩააწეთ როგორც და გინდათ რბილი შოთი პური ცხელია თონეზე გაგვაქვს ხოლმე შოცოვას როგორიც არის პირდაპირ ისე აი კახურზე ეხლა ვიყიდეთ დასახავი კახურზე საოცარი ფენომენია თავისთავად აუ ხო ყველაფერს უხდება პამიდორს განსაკუთრებით სადმოგვიყვება ყველაფერს აი მარტო პამიდორს შეიძლება კვერცხით შეცვათ და კარტოფილი შემწვარი მან ძალიან გემრიელია ფანტასტიკურია. ეს კახური ზეთი კიდე უფრო ინტენსიურია. მისახში ესეთი არ მაქვს მაგალითად. ნახოთ ახლა როგორი საჩინელები როგორი გამოვიდა. ბაწურული მაწონი ძალიან კარგი соуსია. ყველაფერზე. ყველაფერზე. ქართულია ხო? კი, ქართული მაწონი. მე ისპანახის გასინჯვაზე გადავდი. თან რა არის იცი? კახეთი ძალიან მადლიანისა, ძალიან დამანაკლებელია ყველაფერი. თითქოს ეხში ახლა თუ უბრალოა, მარტივი, მაგრამ რეალურად ძალიან ღრმა. კახური სიტყვასაც მასე ტიპის აქვს რა. მინდა გითხრათ, რომ კახური იუმორიც ეგეთია. კახური იუმორი კარგად დასარევია. ცალკეა კიდე ცალკე ამბავი. ცალკე არის ხო და? კახური იუმორი. აბა გავსინჯოთ ისპანახი. გავსინჯოთ და მოდი კეთო. მარტივად. ვარდისფერი კაციტელი დავლიოთ გენაცვალე. დავიწყოთ ვარდისფერი. ვარდისფერი ყველაზე ცოტა ცოლიკაური აღარ აღმოგვაჩნდა აქ ეხლა. ყველა მარანში კი გვაქვს, მაგრამ მინდოდა ცოლიკაურის დაგვეცა. ჩვენი ღვინოები. ყველა კერძს თავისი ღვინო აქვს და შესაბამისად მან გავხსენი ახალი ბოთლი. როგორი არის ახლა მე არ გამისინჯოს ეს. ზღაპრულია. უგემრიელესია. ძალიან მიყვარს მე ბალახეულები, რომ მოვედით ხანძილზე ვსაუბრობდით და გიждები ისპანახი ხანძილი, ჭახლის ფოთოლი. ჭახლის ფოთოლი ხო? აი უბრალოდ ისპანახიც. ჩვენ ახლა რო იწყება გაზაფხული მაგობა ღმერთი და ნახევარი ზამთარი გავიდა. ახლა ველოდოთ ფხლების ამოსვლას. ახლა ეს ფილმები რა კაია, მე ცოტა და მივდივარ ჭარზე, ყაყაჩო, მაგაი ცადიდად ხისაში მივდივარ ხოლმე და მე მოგწა. ვენახებში. გვინდა მივაყოლოთ ახლა ეს არის. აი უყურეთ.
ჩვენი ის ხო წერან თქვით ვარი ქვევრი მხოლოდ და ენდემური ჯიშები ეს არის ვარდისფერით გაწითელი იშვიათი ჯიშია ვარდისფერი კი არსებობს კაცთელი შავი კაცთელი არსებობს არსებობს ჩაულებრივი კაცთელი და არსებობს ვარდისფერი ნაზი არომატია ძალიან აი გამწყეთ ამით არ დაგამძიმე ანუ ის მძიმეც და ინტენსიურიც კარგია მაგრამ ისეთია ნაზად მოდის ძალიან კარგი ძალიან გამია ეხლა უკვე არც ისპანახის შემდეგ არისო ძალიან კარგი იყო ძალიან მაწონი და ისპანახი ნეიტრალა მოუხდა გემოც წინ წამოწია თითქოს თვითონ ისპანახმა ღვინისკენ არ ვიცი კი მაგით თითქოს დარჩა მიუხედავად იმისა რომ ნაზი ღვინო არის ნაზი ღვინო ქვევრის პირობაზე კიდევ უფრო ნაზია მაგრამ ხო და იმ აქ თავისი სიღრმეებით თავისი ხერხემალი ყოლის ძალიან სხეული არ თავისი კალმახა ზოგადად საკაც გაგვიცივდა ეხლა ცოტა ველური არის თქვენ მიერთეთ თქვენ მიერთეთ გეხოცეთ ჩვენ ვიდა ძალიან გემრიელი კალმახაზე დავლიოთ ეხლა კარვისფერი ისე გინდა იყოს გადასარევი მინდა რომ მიყვარს სოკო გიყვარს ბატონებია ბევრი მოგვიყვარ სოკოზე ნადირობაზე და არომატებზე ხო? კი, როგორც გაზაფხულია, ან შემოდგომა ესევე მივდივარ ტყეში. მე ცოტა მეზარება ხოლმე და ეს კეთო დამადგა და ავიღებ. მე უკვე გამიხალისებ ხოლმე კოცა. ავიღებ კალათებს, ავიღებ ყავას. აი, გამო. პიკნიკიც არის, ანუ ლაშქრობა. ხო, ისეთი სილამაზეა, რომ მიდივარ ძალიან გემრიელია, ძალიან. კი გაცივდა. კი გაცივდა, მაგრამ მაინც კარგია. ლაჩა. აი უკვე მსახე არის. ეს უკვე ძირითადი კერძია, სტარტერი აღარ არის მე მგონი. აღარ არის სტარტერი, არ არის დაშენქრაში. მაგალითად. ნახე რა არის, რა სასწაულია. თუ მაგონას ვერ დამთავრებ, შეგიძლიათ სპიტალში გადაასხო. ცოტა დამისხეთ შემდეგ. ეს ის არის, ხო? ვარდისფერი. ეს ის დალი, არაფერი აი დამიჯერე. ცოტას დაგისხოთ, კარგი. აი დალი ბოლომდე. ვერ გადავასხამ მე ამას. არა, დალი დეხოცები. აი შენ გონია რომ ვერ დარო. ეგ ეგ თქვენ გონიათ რომ ვერ დავლე. უნდა დალიო. რახან? დავლია. მადლობა. დალია დამდი გადააბიჯე თავს. როცა ამ სფეროში ხარ, ნაუ. კაიგე, მაძალებენ თორე მე კი არ მინდა. დალია დამიჯერე. ნახე, იცი კაი აზრები მოგია მე ეთაში. ეს უკვე ის არის, ხო. ეს უკვე კარვისფერი. კარვისფერი. ძალიან მაგარია, აი ხნახე არომატი, ნახოთ განსხვავდება. აი რამდენი მრავალფეროვნებაა კახეთში, ხახო რამდენი მრავალფეროვნება და რატო რა აი რაზეა რა პროსტა ვიმუშავოთ რა. თავიდან ის არაფერი არ გამოდა ძალიან ძნელია. ეხლა იცი ძნელია ჩვენ წერათ უნდა გაგვინდა ეს. განა მე მგონი ეთყობა რომ ეს კომერციული ეს ფულის გამო არ არის გაკეთებული ეს ვინო მაგრამ ჩვენი რესტორანიც. საერთოდ არაფერი ეს არ არის. ეხლა ეს ჩვენ რო კომერციული ადგილი ვიყოთ მარტო და ფულზე ორიენტირებულები დამიჯერეთ ნო ესეთი აი ხა იქნებოდა ძალიან ბევრი ხალხი. ნაკეთი, გემრიელი, რაღაცა მცირე ზომის წარმოებაც და რესტორანიც კომერციული ნაკლებად არის. არა, არც გვინდა. იმიტომაც არის არც გვინდა, ხო, პროფესიული. მადლობა ღმერთს, არც გვინდა. ჯერჯერობით, ალბათ იმედია ეს ტენდენცია გაგრძელდება. ეხლა უნდა ტოვებს, ბევრი არომატი გრძნობა, ცოტა ჩირებიც ხო? მე ამ სოკოსაც ვერ დავტოვებ, სანამ შემდეგ კერძზე გადავა. ეხლა აზე გადავიდე, ბადრიჯანი გასიჯერა. ბადრიჯანი. კი ბატონო. ესე გვიჩვენ და მე ხორცელზე. გადავედი ბადრიჯანზე, რომელიც არის მწვანილებს ხედავ. ხო, ეხლა მან პამიდორით და ამას მთავარი ფიშკა არის ხოლმე ბოდის თუ რაღაც სიტყვები წამოსდა ეხლა ესე თავისუფლად გიძენით თავი. ხო, არ მინდა რომ ეხლა რეჰანი ძალიან ბევრი რეჰანი. კი, ძალიან ბევრი რეჰანი უნდა საერთოდ, მაგრამ ეხლა ზამთარში კეთო გააკეთეს ხოლმე ცალკე საუზეს და ჩვენ აქვს რეჰანი, მაგიტო დავარქვით რომ გვიყვარს. მადლობა რა მე არ შემიძლია ბადრიჯის. ხო, ბებია ჩემი მასე აკეთებდა. სიგნალში ხო ესე ჩავდებით ხოლმე. პამიდორი ბევრი.
სეზონი არ არის ახლა რეჰანის სამწუხაროდ აი წერა მის მას ველაპარაკებოდი თბილისის ბაზარში იყო და შეიძლება ჩამოიტანოს იმ აჩიკო ძალიან გემრიელია როდესაც პირდაპირ დაждები და კი ეგეც გაწეული მაწელი ცოტა სხვანაირი გემომომეჩვენა კი ყველა კერს წაღან პურთან ერთად ჭამენ და იმიტო შეიძლება თან ეს გულიკომ გააკეთა რომელიც მზარეული არ არის არის ჩემი ასისტენტი კი ის ბროცელში ძალიან კარგია და გულიკომ ღერის და ქეთას ჩვენ ხო ზედაში ყავს ჯგუფი ეს აი რა ვიცი ეხა ჩამოვიდნენ ამერიკიდან ყოველ წელიწადს გაცილებით პროგრამები არის ხომ მთელი თქონათ კონცერტები ძალიან დიდი დაინტერესება ქეთო არის ხელმძღვანელი ზედაში ხალხის ფოლკლორს ხო და ჩვენთან არის როგორც ღვინო, საჭმელი, ფოლკლორი, აი ესეთი რაღაცა ხდება ხოლმე საღამოებით რა. კულტურის ხო, აი ეს არ არის მარტო საჭმელად და სასმელად რესტორანი და რაღაცა ვიღაცის გასება აჭირები, მადლობა ღმერთს, აი ისეთი ფოლკლორია, ეს არ არის გასართობი ფოლკლორით არ. ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი, მაგრამ ეს მე მგონი რაღაც თან მე ბადრიჯანი მიყვარს და რაღაცა საოცრებაა, ძალიან მაგარია. ეხლა ზაფხულის ბადრიჯანი წარმოიდგინეთ. გაიქნება. და რეჰანი. და ჩვენი პავიდოით, რეჰანით, შაშკლავით. ზაფხულს მოვდივართ. კაი, გადავედით. თან ისიც მეწოდება. და ძალიან ესო გაცივდა, რაიმე, ესო გაცივდა. ჩემი სიურპრიზი ყაურმა არ მჯერა. ცოტა სახეცვლილია თქვენებური ვერსია, ხო? მე ცოტა ხა ეს აი ნამდვილი კახურია დამჯერა. ხო. დარიჩინი, ნაისი, აი ძამბე რაღაცა კარდამონი ხო და ეხლა ცოტა აი ნამდვილად რატომ მარტო დაფის ბოთოლი აქვს ბაჰარი ნიორი ვაშლი კომში რაღაცა ნიორი ვაშლი კომში ვითომ არაფერი არა მე რა მომწონს აი ნამდვილად ისეთი შეფი ხართ ფილმებში რო აი ნახასიაძე არიან უცებ სამზარეულოში რო შედიან და მუსიკას რო უსმენენ ეს ახლა მუსიკაზე არის ხა ეთყობა არა თქვენ მარტო ჩვენთვის გავაკეთეთ ამდენი ეს კონდა ეს გუში გავაკეთე სხვათა შორის და რომელი ღვინო გინაგვთ ხამასა წანე ხარ გინა მოდი წანეს მაგარია და რომელი არა მოდი შავი ღვინო დავაწყო შავი ღვინო საფერავი გინდა ამას ძალიან ხდება როგორია ეს სიმჟავე რა აძლევს ამ ძალიან კარგ სიმჟავეს აქ ღვინოა ეს დიდი ხანი ჩახაშვა ეს დიდი ხანი იყოს რომ სიმზავე სადეს კომში და ვაშლი იშიდნება ფანტასტიკა აუ ძალიან კაია ძალიან ნახა და ხორცია რა ხარისხის ხორცია აქაურია კი ზრდიან აღორებს პორტა ცივი არის თუ ეხა წარმოიდგინეთ ეს გამხმარი იყოს ბავშვობის გემო თან დამიბრუნეს და თან ძალიან ახალი და სხვანაირი ყაურმა რა ბრავო ძალიან მაგარია ვაშა დიდი სიამოვნება გელის წინ ეს ყველაფერი მენიუში არის კი ეს ყველაფერი მენიუში გვაქვს ხო აი ფრანგების საცობად ყიყვან ისინი ბურგუნიოს ადარებენ მაგრამ ჩვენ არის ჩვენმა წინაპრებმა ახლა პაპაჩემას უალიცოდა და მამაჩემა რომ საფრანგეთში იყო ესეთი ისა მაგრამ აკეთებდნენ სიგნაში ასა უკუნეებით ღორს ღვინოში მაგრამ შაში უნდა გაგასინჯოთ კიდე ჩვენ ახლა გულიკო ვერ გადავრჩევით ერთი ნაჭერი 9 დაჭრის გულო ჩემო რამაზო გამოიხედებ საფერავი გიხოცები მათ მაცივაში რო გაჭამე გულში გახსოვს შაშხი დათლი დამიჭერი ტერინი არა თუ გინდა ერინის დამიჭერი თევსი მით პლეიტი გააკეთე და გამოვიდა ლამაზონი გენაცალე თუ არ მოეფერე არაფერს არ გააკეთებს იცი სიგნაში ეს რაღაცა გითხრა მაგალითად მეზობელმა მაშინ ვერ გაიცი პასუხი მთელი ღამე ნერვები გეშლება რომ იმანე გამითხრა და მე მიხვდები რატო გითხრა და აუცილებლად პასუხი ჩააბარე ჩააბარე ეს ღვინო საფერავი ხო? აი ნახე რა მაგარია ღორის ხორცს უხდება ერასონი ეს არის ძალიან დამოუკიდებელი ღვინო
ეს აი ნამდვილი ანტი სტრესი, ანტიდეპრესანტი, ანტიოქსიდანტი, ქოლესტეროლი, ხო? ზოგადად საფერავი. ჩვენ ხო ამას იცი ასე ვძახით კახეთში. თხევადი საჭმელი. თხევადი საჭმელი. იმდენად სხეულია. ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. ხაშტამაც გასინჯეთ რა. ხაშტამაც გავსინჯავ აუცილებლად. ბოლო კერძია ხო ჩვენი? კი. მე მიუბრუნდები ამ კერძებს. აქ მხელა ფანტაზია რომ ეგ ბოლო კერძი არის ძალიან სიმბოლური თორე ჩვენ რო შეუდგეთ ორივე სამზარეულოში შეგვიყვანოთ აი მე რას იქ არ დამთავრდება არაფერი წინასწარ კიდევ ვერ ვემზადებით არაფერზე არ შემიძლია ეს ძალიან კარგია ხო გასაგებია ჩემო ლამაზო გულიკო მოდი აქ უნდა იმღერო ის უნდა მოდი ვიმღეროთ რა მოდი ეხლა რა ვიცი ეხლა გული მიგონდება ცივი არ იყოს უბრალოდ და ის არ იყოს საცმემინდა მამ მიხდებით რა ეს ნიახური, ნიორი, ხახვი, ესეთი. აღარ ვიტყვი, გამოდის რომ ერთნაირად რა ვიცი, ესეც ძალიან მაგარია. ზღაპრულია. ესეც პირშიძნება. სასწაულია. გორია მე დაგონხა. მომწონს, მე ხო იცი გომიყვარს, კიდეც კიდე არ უყვარს. მოდი ჩემო სიხარ, მოდი. აჯექი ჩემო. გამახსენდა კოცონი. ძალიან ბრავო. მადლობა ძალიან დიდი. ძალიან მაგარი იყო. აი ხა აბა მოდი კახური ლორი გასინჯე რა, კი ხო წები. გავსინჯავ.
ბოლოს გავსინჯე შვაბური იცი? არ ვიცი, არ გამო. ძალიან გემრიელი. აი ბოლნისში გადავიღეთ, გერმანელები ხო ცხოვრობდნენ ბოლნისში და შვაბების რეცეპტით. მაგარია. ძალიან მაგარი კერძიც გავსინჯეთ, ფინტინულა ერქვა და ის ლორიც სასწაულიყო. ძალიან კაია. ეს უფრო ისეთია. რაც უფრო მარტივი და მსუყე გემო აქვს. ეს კაი, შეიძლება მაშინ ლობიო მოხარშო ეხლა. ლობიოს ახარშავთ მანგაში. ოსპის უფრო გავაკეთო ეხლა, ამით აი ვერ გაჩერდები იმდენს. მართლა? ეს რო პატარა ჩააგდო? ლობიოში. ძალიან რაღაცა გემრიელია. თქვით ხო? რაღაცა. მოდი თქვენა თქვით. თქვენა თუ. განა იმიტომ კი არა გახელებ არა. კი მაშინ მოდი. არა პირიქით ეპიზოდებს რო ვიღებთ ხოლმე არ ვიცი რატო ანუ რანაირად მაქვს გამჯდარი თუ რატო მიყვარს ეს ჭიქას თუ აწევს სადღეგრძელოს თქვა მე ვარ მას ესე ხოლმე რომ აი გეყოფა ეხლა რა მონტაჟის დროს არ მომწონს მოდი ჩვენს ამ რეჰანზე სიღნაღი არის პირველი კახეთში გადავიღეთ მაგრამ სიღნაღში პირველად ვართ და თქვენთან ამიტომ თქვენს მასპინძლობას გაუმარჯოს. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოკლედ გუში რომ დავრეკე. პირდაპირ ვიკითხე და აი ხო შეიძლება მკითხონ, რომ რა არხია, რომელია, რა ხდება, ვინ ხარ? მობძანდით მითხრა. ბატონი გია იქნება მეთქი. იქნება. პირველზე რომ მოვიდეთ შეიძლება მეთქი, იმიტომ რომ მაინც ადრეა ეს პირველი საათი. თამიკო ისეთი კაცია და რატო დაგთახტათ აი ესე ყველაფერზე არ ვიცი. მართლა? არ ვიცი, მაგრამ არ იცი რატო დაგთახტათ. ძალიან მომეწონა ადამიანურად დაილაპარაკა. ხო, ადამიანურად თამიკო ყურადღებას აქცეს. ეგეც ის აი ესეთი თუკი ვიმეს ხმარ მოეწონა და რაღაცა შეიძლება. კი ხო, აი ესეთი აი მაგათ დიდი ნიშნულობა აქვს. ხო და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და დიდი მადლობა რომ ესეთი მასპინძლები ხართ. კიდევ ერთი ძალიან ლამაზი გადაღება გამოგვივიდა და გაგიმარჯოთ. წარმატებებს გისურვებთ. გისურვებთ პირველ რიგში წარმატებებს. ლაშა. აქ არის ბოლიც, აქ არის. მოდი, ბოლო სადღე გრძელო თქვით და შენ გასინჯე. ლაშა მოდი. ის არაყი გასინჯეთ აბა. ეხლა მოიცადე. ჩვენ ესე ყველას კი ესე გადახურდეთ. ფუ, ესე არ გადაუშვათ. უბრალოდ ნელა დააგემონ. ის ჭიამდე ჯერ წავიდნენ იებზე, ამიტომ ერთი კონან მოიტანენ ჩახარე. მე ძალიან ვიშრომა არის და ძალიან დიდი სიყვარული. იებს მითხრა, იმიტომ რომ სეზონურად ხან არის რაღაცა. ადგილები თუ არ იცი ძალიან რთულია ესე წახვიდე და იარო. და თან ცოტა შეგიძლია შეგო. ზე კახეთში შაფრანიც მოდის. კი, შაფრანიც მოდის. ზეთისხილიც მოდის. ზეთისხილი ხო ძალიან მაგარი ზეთისხილი გვაქვს. მე აღარ ავყიდლობ მაღაზიაში. მე ვყიდებ კახოლიმა. ჩვენ თვითონ ამამწინე. კი. ამდენი არის კახეთი. კი რა და ერთი ხე გაძლევს მაგას რო თქვა. კი, შეუძლიათ ხეს მოვიდეთ. აი, მაშინ ბოლო სადღე გრძელო ის არყით, რომელიც ისეთია განსაკუთრებული და მე პირადად პირველად ვსიჩვენე. ზამთარში გაზაფხულის მოყვანას გამოდის. ო, ჩვენთან ზაფხულში ესეთი ისა გვაქვს ხოლმე აცი და დავიმახსოვრე მაგ სადღე გრძელოს. კიდე ერთი სიგნალში ვიცით ხოლმე რომ ჩვენთან ზამთარშიც გაზაფხულიაო. აი იამ გაზაფხულის მოსვლა გვამცნო, ეხლა ის ჭაჭამ რომ ერთი პატარა ზაფხული ხო კიდია აქეთ. ნისლი ეჯარება ხოლმე კეთო, მოიცა კეთო ჯერ ერთი პატარა ზაფხული კიდია და იანვარში მეტყვი ხო. არა, ნისლი მართლა რაღაცნაირი მისტიური და ზღაპრული. სიგნალში მისტიკა, მაგარი მისტიკა სიგნალში ჩემთვის. აი, ძალიან კაია. და მინანება ესე ყოველდღიურ დასალევად. მეტი იყო ჩვენი ფარველი და მადლობა ღმერთს გვაქვს. იაც გვაქვს, ღვინოც გვაქვს, ყველაფერი. და გვაქვს იმის შეგრძნება რომ ჩვენ გვინდა გვიყვარდეს ერთმანეთს თავარია. აი ძალიან კარგი ის მოდის თქვენგან დრაივი, რომელიც სიამოვნებს. ყველასთან ვერ ვიხსნები, ყველასთან ვერ არ არის ასიამოვნო, თქვენთან მომეწონა. იქ ესე გავიწერეთ. მადლობა, ძალიან ვიხარია. უკვე ნატურალური რაღაცები გამოგივათ. კარგი. აი მიაწიგეთ ეს ნატურალური იმას რა. დახვეწილი ისინი არ არის ყოველთვის. მადლობა. განა შეგვიძლია, მასეც შეგვიძლია. განა არ შეგვიძლია, მასეც შეგვიძლია. მე კიდევ უნდა დავუბრუნდე კერძებს.
ლოსტრიჯში მოვედით, სადაც ლუდი იხარშება, სიღნაღთან არის ლოსტრიჯი. Craft ლუდის, სვია ქვია ბრენდს. სხვა შორის თბილისშიც არის გასინჯული მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი რომ აქედან იყო და გიამ გვირჩია. და ეხა დავაგემოვნებთ სხვადასხვანაირ ლუდს. პოლია ჩვენთან ერთად ლუდის მხარშველი, ერთ-ერთი მხარშველი. სვიას ლუდების და მე ვთხოვე რომ გაგვასინჯა რამე ისეთ საინტერესო და განსხვავებული გემოები მეთქი და ბედნიერი ვარ, კარგი და პირდაპირ მურცხაში ვსინჯავ ლუდებს. სხვა შორის ცხენების რანჩოც არის და ცხენების ტურიც. მანეჟიც ჩატარა შემოვხვეთ, მაგრამ რა თქმა უნდა დაგვიბნევდა როგორც ყოველთვის. რატო გვემართებეს? ყველა ეპიზოდში ვამბობ, რომ აი შემოგვახამდა და რაღაცას ვერ ვასწრებთ. IPA? It's black IPA. Black IPA. As far as I know, maybe this is the only brewery in Georgia that's doing a black IPA. მეგონა სტაუტი და ყოფილა შავი IPA. IPA-ს ვეძახით, შენიშვნა მომცეს წინ ეპიზოდში, რომ რა IPA. Okay, we are calling just IPA in Georgia. Someone wrote the comment. It's not IPA, it's IPA. Yeah, most people say IPA. Thank you. Okay. რომლით უნდა დავიწყოთ, გავიგოთ და რა რომელია. ეს გავიგეთ, რომ შავი IPA-ია, რომელსაც საქართველოში მე მგონი მხოლოდ აქ ხარშავენ. Craft. Left to right, light to dark, I guess. So starting here and ending here, that's the way This I is have a more port. light maybe. Yes, yeah. So the first two are Belgian style beers and the second two are IPAs. Okay. Okay. Cheers. Lasha შენცაც რა გამზადეს, შენც რა დალიოთან. You are drinking IPA? Yeah, this is Thanks Cheers. for having us today with all the information. Yeah, of course. Yeah, it's a nice surprise for you to show up. So this is the blonde. It's the first beer. Blonde. Très bien. And as it's the lightest beer, it's the most popular. Most popular. Yeah, especially in the summertime, it's extremely popular when it's sunny out. It's have some flavor of citrus and some maybe lemon or from the hops, but also Belgian yeast produces a lot of fruity aroma and flavors during fermentation. რაღაც არომატი აქვს და ვერ ხვდები რისი. I can't understand which flavor is this, but Ati. it's something. Ati, right? Atami. Atami. Yes, atami. Atami. Yeah, atami. Yeah, How was that? I forgot. It's from whole peaches that are growing here in Kaheti, and when we brewed it, we just brought them in fresh, chopped them up, took the pits because the pits don't taste wonderful, but the fruit flesh itself tastes wonderful. Great. And we put it in a big bag inside of the fermenter and fermented. Triple is the base beer style, so it's pretty strong. It's 7.6% Alcohol. Yeah, alcohol. Yeah. Some styles of beer from Belgium have an amazing shelf life, like 20 years, 25 years, and they're still great, like wine. I didn't think that. And it's a style. Yeah, it's rare for beer, and we don't do styles like that. But it's beers that are spontaneously fermented. Certain barrels, like they store them in oak, and some of them really take years, like 3 years, before they're like, perfect. Wow. It's so slow. So but this is myth when they say that the best beer is the new one or something. It depends on the beer. It depends. It depends. But for typical, like standard beers, draft beers especially, usually fresh is better. So sometimes for some beers, draft is typically better.
Okay. And that, I would say, is the case. For the next one, this is the IPA. It's our second most popular beer. This was the first. The blonde is But the most popular. my favorite now is this It's with, that- with yeah. peach flavor. Yeah. Amazing. That one's the most interesting. Yes, I really love some different tastes when you experience something new in beer. Yes, it's more heavy or more დატვირთული უფრო როგორ თქვა. Yeah, intense. Intense, yeah. Yes. Yeah. I like it. It's made to be like the flavors of the beer from the malt and the fermentation are just supposed to be like very structured, very firm. Like it has to hold up to a lot of hop character. The end of the boil, when the temperature is dropping a slight amount, you add some more hops on certain beers, and you get more aroma and a little bit less bitterness, kind of like steeping a tea. Okay. Cow stouts. It's similar to stout, no? It's similar in that it has chocolates it has the roasted malts that are very similar to stouts. And there's a lot of different versions of stouts, so it's hard to compare like all of them together. But in general, stouts are really more focused on the malt, that like a chocolate, roasty, caramel flavor. And with this beer, we use the same malts, and to me it comes across as very, very coffee-like, and also a bit of chocolate. Yes. We didn't want it to be too roasty, like to have an acrid bitterness from the malts, because we're getting more bitterness from the hops. The recipe was built around this idea, and I think really, actually, the roasted malts kind of really round out, kind of soften up what is sometimes perceived as, I guess, sort of like sharp or jagged out of hops. And it really comes across as a nice beer. It's a good wintertime beer. Shall we?